ახალი მთავარი მწვრთნელი ყავს და ყველა ძალიან დიდ პატივს ვცემ. ცოტა კონფლიქტები იყო მერე გასახდელში და დღეს შეიძლება აღარ გვათამაშოთ. შემდეგზე აი მართლა მინდა ვცადო რომ ერთად ვითამაშოთ რა, რომ ეს გამარჯვებულის მენტალიტეტი თვითონაც გქონდეს რა. არა, იცი აი ხა რასაც იძახი, ეს არის პირველი შეგრძნება, რომელიც მქონდა ესეთ ცივა მინჩი რომ ვიღვიძებდი, აი ვფიქრობდი რა ხდებოდა იმ დღეს კაი რა და რომ ახსენდებოდა რომ ვარჯიში მქონდა, მაგის ხათრით მე ვდგებოდი საწოლიდან. იცი რა არის, გააჩნია სად ხარ და რა პირობებში გიწევს ესე რომ ვთქვათ შენი საყვარელი საქმის კეთება და როცა იმ გუნდში ვარ, სადაც გავიზარდე და ყველაფერი ვისწავლე და ასე რომ ვთქვათ, ყველაფერი ამ გუნდთან ერთად დავიწყე. ესეთი გუნდის ვარჯიშზე რომ მიდიხარ, ესეთი მნიშვნელოვანია შენთვის, ეს ძალიან სასიამოვნოა. პირველი ფიქრი არის, რომ ჯერ ჩემი გამოცდილება და ეს გუნდისადმი სიყვარული და ეს ემოციები რაც მაქვს, სხვებსაც გაუზიარო და ძალიან მინდა რომ ძალიან ბევრ ფეხბურთელს გაუჩნდეს ზუსტად იგივე გრძნობები ამ კლუბის მიმართ, როგორც მე მაქვს. და დანარჩენი უკვე სავარჯიშო პროცესია, ყოველთვის ვცდილობ რომ სერიოზული იყოს პროცესი, პროფესიონალურად მიუდგეთ და როცა ესეთი განწყობაა პროფესიონალური, მე მოდის წარმატებაც რა. იცი რა არის, ამ გუნდთან ერთად ძალიან ბევრი რაღაცა გამოვიარე რა და ძალიან პატარა ასაკიდან იწყება ეს ყველაფერი, თავის მეორე ლიგიდან უმაღლესში ასვლით, მერე ჩემპიონობით და ძალიან ბევრი კარგი და ძალიან ბევრი მძიმე პერიოდი გადავიტანე რა და ძალიან გავს ეს ყველაფერი ოჯახს და ოჯახურ გარემოს რა, სადაც ამდენი განსაცდელი, ამდენი სიხარული არის და ეს ემოცია ალბათ ამ ყველაფრის მერე გამიშდა რა, ვიცი, არ ამგონია რომ მე სხვა გუნდის მიმართ ზუსტად იგივე ცნობა დამეუფოს ოდესმე რა. ეს იყო განსაკუთრებული რა და ეს ამ ყველაფერმა ჩემი აზრით ძალიან შეკრა ეს გუნდი რა. ჩვენ საერთოდ თავიდანვე ესე რომ გაგვაცნის გუნდი, ესე შეგვაყვარეს, რომ არის სიყვარულზე დაფუძნებული და ასე შემდეგ ძალიან ბევრი ურთიერთობა არის, რომელზეც არის დაფუძნებული ეს გუნდი და მერე უკვე როდესაც ჩვენ დავიწყეთ ერთად ვარჯიში ამ ვიყავით 97-დან 96 წლიანები მაშინ და ძალიან პატარა ასაკიდან ესე ვარჯიშობდით ერთად და მოვდიოდით ერთად და მერე უკვე როცა აი დიდ კაცებთან ერთად თამაშობდით და რაღაცა ეს პირველ ადგილზე ვიყავით და გადავედით ამ უმაღლეს ლიგაში აი ძალიან აი როგორ აღხსნა, ძალიან ძნელია სიტყვებით რა, ძალიან ემოციური იყო ეს, რომ შენ ამდენ საყვარელ ადამიანთან ერთად ესეთ წარმატებას აღწევ რა და შემდეგ უკვე როცა უმაღლესი ლიგაც მოვიგეთ და ჩემპიონები გავხდით, ეგეც რავი, ძალიან განსაკუთრებული პერიოდია ჩემს ცხოვრებაში და კარიერაში და ძალიან მიყვარს ეგ პერიოდი და ეგ წლები. მე როცა მოვიგე ეს მაისური, ცოტა ხნის წინაც გითხარით, რომ ძალიან ემოციური იყო ეს ყველაფერი და ძალიან ბედნიერი ვიყავი მაგ წლებში. და რაც შეეხება ეხლა ახალგაზრდებს, რომლებიც ეხლა პირველად ესე რომ ვთქვათ, ირიგებენ მაისურს და დებიუტი აქვთ ეროვნულ ლიგაში. ყველაზე კაი და მთავარი რაც არის ის მომწონს, რომ მათ უმეტესობას ეს კითხვები აქვთ, როგორ იყო აქამდე, როგორ ხდებოდა მაშინ და ძალიან ბევრმა იცის ეს ამ გუნდის ისტორია რა და ესე რომ ვთქვათ, იმ გუნდის შესახებ და ჩვენს შესახებ ძალიან ბევრ კითხვებს სვავენ და ძალიან აინტერესებთ და ბევრი იციან კიდევაც რა და მე ვფიქრობ, რომ ზუსტად იგივე ემოცია ეუფლებათ ამ თაობასაც, ამ ახალგაზრდებსაც და ჩვენც რა თქმა უნდა ყველანაირად ვცდილობთ, რომ გვერდში ვედგეთ მათ რა ნებისმიერ მომენტში, სტადიონზე იქნება თუ სტადიონის გარეთ, იმიტომ რომ მათზე მეტი გამოცდილება გვაქვს.
ხო, ჩვენ შემთხვევაში მართლა არაერთი სული მქონდა ფეხბურთში, როდის წავიდოდი რა, სულ ამაზე ვფიქრობდი, 24 საათი ფეხბურთს ვთამაშობდი და ეს რაღაც თავისით მოხდა ჩემს ცხოვრებაში რა. რა ეხლა რაც შეეხება იმას, რომ უფრო აქტუალურია ფეხბურთი, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ჩვენი ქართველი ფეხბურთელები ძალიან წარმატებით ასპარეზობენ და ჩვენი ნაკრები და ეხლა უკვე ყველას უნდა რა და ეს ძალიან სასიხარულოა რა და ჩემი აზრით ძალიან კარგია ეს, რომ აქტუალურია ეს სპორტი ეხლა დღეს და კიდევ ძალიან ბევრი ახალგაზრდა იქნება, ძალიან ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი იქნება და ძალიან დიდი მედი მაქვს, რომ ქართულ სანაკრებო და რა თქმა უნდა ეს ჩვენი ოცნება რაცაა, რომ საკლუბო ფეხბურთმაც რაღაცა წარმატებას მიაღწიოს. ძალიან მალე იქნება ეს ყველაფერი რა, რაღაცა ესეთი ფიქრები მაქვს. ამ ყველაფერში გულისხმობდი იმას, რომ ძალიან ბევრი რაღაცა გავიარეთ ამ წელს. ძალიან დიდი გამოცდილება მივიღეთ კიდევ ერთხელ. და შიგნით არის გუნდში ის განცდა და ის სიტუაცია, რომ ყველას ჯერა რომ წარმატების მიღწევა შეგვიძლია რა, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩემპიონები უნდა გავხდეთ და თასი მოვიგოთ რა. და ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, არის ის, რომ ახალი მთავარი მწვრთნელი გვყავს და ყველა ძალიან დიდ პატივს ვცემთ და ძალიან მოგწონს ის სიტუაცია, რომელიც ეხლა არის გუნდში რა და ყველას გათვითცნობიერებული გვაქვს, რამდენად მნიშვნელოვან ეტაპს ვიწყებთ. ეს წელი აუცილებლად კარგად უნდა ჩავამთავროთ და თავარი მიზანი რაც არის, რომ იქით წლის ზაფხულში ჩვენი რეპუტაცია აღვიდგინოთ, რომელიც ცოტა შევлахეთ ქართულ ხალხთან ამ ზაფხულს. წავედით ვივარჯიშოთ ახლა. ნახოთ როგორი ვარჯიში იქნება. იმიტომ რომ გუშინ მივაძინეთ რაღაც თამაშებში ვიღაცეები და ცოტა კონფლიქტები იყო მერე გასახდენში. დღეს შეიძლება აღარ გვათამაშოს საერთოდ არაფერი რა. იმიტომ ჯინჯოლოვა ისე დღეში იყო გუშინ, რომ აი არ ვიცი. გუშინ იყო ნამდვილი ბრიტანული ამინდი და დღეს აი ქართული ამინდი, აი ესეთი სიანი. ჯინჯი შენზე რეები ვთქვი არის გუშინდელ დღეზე. გუშინდელ დღეზე რომ მოგიგე და შენ რო შოქში იყავი ეგ ვთქვი. და დღეს იქნება ერთ გუნდში ვიყოთ. If you want to say something, you can tell everything, you know. Let's start jogging together. No, I don't want to speak nothing. I just want to work. Nico, speak. No, speak. You can speak about everything. მნიშვნელოვანია რომ იქ კარგად დავიმახსოვროთ რა. რო რა ხდება რანაირად ვაკეთებ. არაჩემი ერთ-ერთი ამ საჩემპიონო აი ნახე აბა. აი. Okay, go speak. 4-იო ბაგუნ. მოკლედ როგორც ვახსენეთ ვარჯიშამდე გუშინდელი ვარჯიშის შესახებ ვისაუბრეთ მე და ბაიამ და დღევანდელმა ვარჯიშმაც ესე ჩაიარა წარმატებით. მიუხედავად ჯინჯოლოვას ცდილობებისა ფეხბურთში გავიმარჯვეთ და შემდეგზე აი მართლა მინდა ვცადო რომ ერთად ვითამაშოთ რა, რომ ეს გამარჯვებულის მენტალიტეტი თვითონაც გქონდეს რა. ყველაზე მთავარი რაც მათ მე შემიძლია ვაჩვენო და უთხრა და რაც ისი მაგალითი შემიძლია მივცე არის ის რომ უყვარდეთ კლუბი პირველ რიგში რა და კლუბის გამო ითამაშონ, კლუბის სიყვარულით ითამაშონ და დაწერონ თავისი ისტორია რა, იმიტომ რომ ახალგაზრდები არიან და ძალიან ბევრი რაღაცა აქვთ წინ, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით რომ ჩვენი ქართველი ფეხბურთელები კიდევ ახსენებ რომ ძალიან მაღალ დონეზე თამაშობენ უკვე და მათთვის გზები გახსნილია და
მინდა რომ ყველა მე შანსი გამოიყენოს და ყველა ძალიან დიდი პოტენციალი აქვს რა. მაგრამ თავარი ეგაა რომ კლუბისთვის უნდა ითამაშონ და უნდა მიხვდნენ იმას რომ მარტო თავის თავს არ ეკუთვნიან რა და ეკუთვნიან კლუბს. ეს ფეხსაცმელი როგორ გაქვს? კარგად? კაი. ეგრევე დაყვებიან ეს კამერები რა და რა თქინდა, ხო? რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ემოციებია, მაგრამ როცა შენი შვილი ესე არის ჩართული ფეხბურთში, ძალიან უყვარს ფეხბურთი 24 საათი უყურებს ფეხბურთზე ლაპარაკობს და ძალიან მიხარია ეს ყველაფერი და ყველაზე რაც მახარებს, ალბათ რავი, ჩემი თითოეულ გუნდის წევრის სახელი და გვარი იცის, ნომრები იცის და ყველაფერი იცის რა და თან მეგობრობს ბიჭებთან რა და ძალიან მიხარია ეს ფაქტი, რომ ესე ჩართულია ბავშვობიდან ამ ყველაფერში და იცის ფეხბურთის შესახებ ბევრი რაღაცა იცის მოგების ფასი. წაგება არ უყურს. ქეთი არის ადამიანი, რომელიც ძალიან დიდი ხანია უკვე ერთად ვართ, ძალიან დიდი ხანია უკვე 17-18 წლიდან უკვე გვაქვს ურთიერთობა და ესე რომ ვთქვათ, ჩემი კარიერის ყველა ეტაპი იცის და ყველაფერი ნანახი აქვს და ყველაზე მძიმე პერიოდიც ჩემი ტრავმა ის 2 წლიანი თითქმის რაღაც პერიოდი რომელიც გამიცდა და ჩამომაშორა ძალიან ბევრ რაღაცას. ამიტომ იცის ზუსტად ჩემი გულის ტკივილი იცის და ყველანაირად ჩემ გვერდზეა რა და რა თქმა უნდა იყო მომენტები როდესაც არ მაძლევდა უფლებას რომ რაღაცა დაუნებებულიყავი რაღაცა და ყოველთვის ჩემთან ერთადაა და ესე გაგრძელდება სანამ ფეხბურთელი ვარ და მეც დიდი ხნის განმავლობაში. აი ეხა ხო დათას ვარჯიშზე ვარ და მწვრთნელი რომელიც დათას ყავს ნოდარი ჭელიძე იყო ჩემი პირველი მწვრთნელი რომელიც მე ვიყავდა ფეხბურთზე და რა თქმა უნდა აქ ყოფნა და ამის ყურება ძალიან ემოციურია ჩემთვის და ერთ-ერთი ისეთი ცხოვრებისეული მომენტია ხო იცი დაგაჟრიალებს შენ შვილს რო უყურებს შენ პირველ მწვრთნელთან ერთად და ძალიან მიხარია ბედნიერი ვარ რომ ჩემს საყვარელ გუნდში არის ჩემი შვილიც მან დიწყებს თავის საფეხბურთო კარიერას და რა ვიცი თავისი გზა ექნება ცხოვრებაში რომ და აირჩიოს რა უნდა საერთოდ რა უნდა რომ აკეთოს შეშობით უყვარს ფეხბურთი და თამაშობს. კი რა თქმა უნდა რატომაც არა რა ძირითადად ესე უფრო ძალიან ისა რა ქვია დროში გაწერილი პროცესია არავინ არ იცის რა იქნება მაგრამ ძალიან დიდი სურვილი მაქვს რატომაც არა რომ ის გზა რაც მე გავიარე გაიაროს თვითონაც ოღონდ უფრო უკეთესად რა. კი უყვები რა სხვადასხვა ერთი სურათიც არის ესეთი ჩვენთან ბენდერა სტადიონზე გადაღებული როცა ეს მაგალითად თავისი მეგობრები გაგი ალთუნა ისინი იცნო სურათზე და მიხვდა მან ძალიან ბევრ რაღაცას ძალიან ბევრი შეკითხვა დამისვა რომ იმ საჩემპიონო წლებთან დაკავშირებით სულ აინტერესებს ლოგოს რატო უკოცნი გოლის გატანის დროს და შეიძლება დაგვარად უხსნი ამ ყველაფერს რა თვითონ უფრო სხვა აღნიშვნები უყვარს. რაც შეეხება იბერია 2-ს და ჩემთან გატარებულ პერიოდს სეზონის დასაწყისში ეს იყო ძალიან დიდი გამოწვევა ჩემთვის და მივიღე ეს ნაბიჯი როგორც გამოწვევა და მქონდა რაღაცა გეგმა კონკრეტული ის გამოს ეს ყველაფერი გავაკეთე და რა თქმა უნდა კლუბი გვერდში მედგა და მეც ნაწილობრივ მივდივარ ამ გეგმის და მიზნისკენ და ძალიან ბედნიერი ვარ ამ გადაწყვეტილებით რომ ესე მივიღე და ვითამაშე იმ აკადემიის აღზრდილ ბავშვებთან ერთად რომლებიც ძირითადად ყველა აკადემიის აღზრდილი ბავშვები არიან და ის გზა გავლილი აქვთ რაც მე გავიარე ამ კლუბთან ერთად და ძალიან სასიამოვნო იყო მაგათთან ერთად დროის გატარება. ყოველი დღე როცა იქ ვიყავი ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებდი და თვითონაც ვეუბნებოდი ყოველთვის რომ ძალიან მიხაროდა მაგათთან ერთად ყოფნა. რა თქმა უნდა მე ჩემი მიზნები მქონდა და მაგ მიზნებისთვის ყველაფერს ვაკეთებდი რომ ეს პირველ გუნდში მალე დამემკვიდრებინა ჩემი ადგილი. ეხლა რომ უკან გავიხედო და შევაფასო ჩემი გადაწყვეტილება რომელიც მივიღე სეზონის წინ
ანუ მართებული გამოდგა რა და ძალიან ბედნიერი ვარ კიდევ ერთხელ რომ ეს ყველაფერი ესე მოხდა კლუბის გვერდში დგომით და ჩემი ისევ და ისევ ამ კლუბისადმი სიყვარულით გადადგმული ნაბიჯი იყო და თუ რომელიმე ახალგაზრდას რამეში გამოვადექი და რამე კაი შეიძინეს ჩემგან ძალიან ბედნიერი ვარ გუნდს ჰქონდა ეხლა ძალიან დიდი პროგრესი გუგა ნერგაძესთან და თემო ბაგრატიონთან ერთად ძალიან კარგი გუნდი არის უკვე ანგარიშგასაწევი არის ყველა მოწინააღმდეგესთვის და თვითონ ლიგაც არაა მარტივი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი გამოცდილი ფეხბურთელი თამაშობს, ყველას თავისი მიზანი აქვს და ყოველთვის ეს ქვედა ლიგები უფრო ძნელია და რთულია სათამაშოდ, ვიდრე ეს პირველი დივიზიონები და ლიგები და ჩემი აზრით ძალიან კარგად უკვალდებიან ეს ახალგაზრდა ფეხბურთელები და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ბევრთან ერთად კიდე დიდხანს ვითამაშებ ფეხბურთს. ფეხბურთმა ძალიან ბევრი რაღაც მასწავლა, მაგრამ პირველ რიგში ალბათ რაც ყველაზე მთავარია ის, რომ არასოდეს არ უნდა დანებდე ადამიანი რა და შენი მიზნებისთვის უნდა იბრძოლო. რაც არ უნდა შეგხვდეს წინ ამ გზაზე ცუდი, მძიმე და გაუსაძლისი უნდა გაუწვდო ყველაფერს და ყველაფერზე მაღლა უნდა დააყენო შენი მიზნები რა და ეს ალბათ არ დანებება რა, იმიტომ რომ ძალიან საჭიროა ზოგადად ადამიანისთვის და ფეხბურთელისთვის, რომ არასდროს არ დანებდე. ყველაზე ცუდი და მძიმე მომენტი იყო ის ტრავმა, რომელიც მივიღე 19 წლის ასაკში და ვთქვი კიდევაც ძალიან ბევრ რაღაცას ჩამომაშორა მაგ ყველაფერმა და ძალიან გამიჭირდა იმის მერე იმ ყველაფრის დაბრუნება, რასთანაც ძალიან ახლოს ვიყავი ერთი პერიოდი რა და ძალიან რთული პერიოდი იყო მართლა. არა საბოლოოდ ისევ ჩემი ოჯახის და ჩემი გვერდზე მდგომი ადამიანების წყალობით დავბრუნდი და ყოველ შემთხვევაში ვცდილობ რა რომ რაღაცა უკეთესობისკენ შევცვალო და არ გავჩერდე. ყველაზე კაი მომენტი ალბათ იყო 2018 წლის ჩემპიონობა, რომელიც იმ გუნდმა გააკეთა და იმ გუნდის ძალიან ბევრი ფეხბურთელი თამაშობდა, რომელმაც თვითონ მეორე ლიგა მოიგო და ერთად ამოვედით ჯერ უმაღლეს ლიგაში და მე ეროვნული ლიგა მოვიგეთ და ალბათ ეგ არის ყველაზე საუკეთესო და სამახსოვრო მომენტი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ისეთი ადამიანი იყო ჩემ გვერდზე, რომელიც მთელი ცხოვრება ჩემ გვერდზე იქნება კიდე. მიზანი იბერიასთან ერთად ამ წელს რა თქმა უნდა არის რომ მოვიგოთ ჩემპიონატი და თასი აუცილებლად და ამის ყველანაირი საფუძველი არსებობს და ძალიან დიდი შანსი გვაქვს ამ ყველაფერს და ძალიან დიდი იმედი გვაქვს რომ ამას შევძლებთ, ეს არის მთელი გუნდის მიზანი და სამომავლოდ ყველაზე ისეთი მიზანი და ჩემი ოცნება, რასაც ყოველთვის ვიძახი, არის რომ მე მინდა ამ გუნდთან ერთად ევროტურნირებზე გასვლა რა და ამისთვის ვაკეთებ ყველაფერს რა. ზუსტად აი წინაზე რასაც ვაპარაკობდი, რომ რატომ მივიღე ეს გადაწყვეტილება, რომ დავთანხმდი იბერია ორში თამაშზე, იყო ეგ, რომ ვიცოდი, რომ შანსი მექნებოდა კიდე ჩემი ოცნებისთვის მებრძოლა რა და ამას კიდევ ვაპირებ. ახალგაზრდა იბერიერებს ვეთყოდი, რომ არ შეწყვიტონ შრომა, პირიქით უფრო მოუმატონ, იმუშაონ დავიან თავზე, ძალიან ბევრი ივარჯიშონ და ყველაფერი მათ ხელშია რა და თვითონ შეუძლიათ თავისი მომავალი შეიქმნან. და იარონ ჩვენ თამაშებზე, რა თქმა უნდა, აუცილებელია.
შეძლებს ხუჩავას ზოგადად. შეძლებ ხო, არ ვიცი. თათა შეძლებ ხუჩავა? აბა რა, ხვალ გოლი უნდა გაიტანოს, თო ხუჩაბა. მაია, ესე ვიყო? რა გიდა დილიდან. უსმენა მაგ? ისმის და აი კვარცხო შენაირ ახალგაზრდებზე მკითხეს და იმენა მაგარი პასუხები გავიცი შენ ზომასუცა. კვარცხოს რაიზე კითხე? ზუსტად. საშინელი ვარჩევს გოკეთებინებს გადასახე. დილის აერობიკა. ბაქარ, მოდი რა გთხოვ, ჩემთან ერთად გამოჩდი. რომელი საათი? შენზე ვისაუბრე უკვე.